მოდით ისევ შევხედოთ წერილების პანელს. გამოვიყენეთ ღილაკები, ახალი, წაშლა. კიდევ ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ წერილების ამ სიით. ეს ღილაკი საქაღალდაში გადაადგილებას აღნიშნავს. მისი გამოყენება მარჯვენა წყაბით გამოტანილი მენიუს ნაცვლად შეგიძლიათ. ასევე შენიშნავდით, რომ თითოეულ ამ ღილაკს ახლავს პატარა ისარი. თუ პირდაპირ კონკრეტული ღილაკის ფუნქცია გჭირდებათ, მაშინ ამ ღილაკს უნდა დაუწყაბუნოთ. თუ დამატებითი ფუნქციები, რომელიც ამ ღილაკს ახლავს, მაშინ ისარს. მაგალითად, საქაღალდაში გადაადგილების ღილაკის ისრით გამოდის საქაღალდაში გადაადგილების და საქაღალდაში კოპირების არჩევანი. გადავიდეთ შემდეგ ღილაკზე. ეს კატეგორიის მინიჭების ღილაკია. Exchange Labs საშუალებას გაძლევთ თქვენს წერილებს კატეგორიები მიანიჭოთ და შემდეგ ამ კატეგორიების მიხედვით გაფილტროთ წერილები. თუ დავაჭერთ ისარს, ვნახავ, რომ ნაგულისხმევი კატეგორიებია მწვანე, ლურჯი, ფორთოხლისფერი, იასამნისფერი. შესაძლოა ეს კატეგორიები არ გაკმაყოფილებდეთ და ამიტომ შეგიძლიათ აერჩიოთ ახალი. კატეგორიების მართვაზე გადასვლით. შევქმნი ახალ კატეგორიას. შევარჩევ წითელს. ამ კატეგორიის ფერად და დავარქმევ სასწრაფო წერილებს. ნებისმიერი წერილი, რომელიც ამ კატეგორიით აღინიშნება, აუცილებლად საყურადღებო იქნება და მომავალში მხოლოდ მისი გაფილტრა შემეძლება. ახლა დავაჭერ OK-ს და ვნახავ, რომ მაქვს სასწრაფო წერილები. უკვე არსებულ წითელ კატეგორიას კი წავშლი, რადგან შეიძლება დამაბნიოს. აი ასე. ეს ჩემი სატესტო წერილია, რომელიც ჩემს თავს ასლად გამოვუგზავნე. და მას ახლა კატეგორიას მივანიჭებ. დავაჭერ კატეგორიებს და ვივარაუდოთ, რომ ეს წერილი სასწრაფოა. ამიტომ მივანიჭებ კატეგორიას სასწრაფო. ახლა ხედავთ, რომ პატარა დროშით და ფერით აღინიშნება ეს წერილი. შეგიძლიათ მისი სორტირებაც სხვადასხვა ველით. მაგალითად, სასწრაფო. ამას შემდეგში ვნახავთ.